ჩვენ სამყაროში ჩვეულებრივი მდინარეები გვხვდება. ეს სრულიად ნორმალურია თუ დავფიქრდებით. ზოგიერთი მდინარე მიედინება, ზოგი სწრაფად მიედინება და ჩუმად გადის ტყეებსა და მთებში. მაგრამ შენ რო არ იცოდე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს ისეთი მდინარეები, რომლებიც იმდენად უცნაურია, რომ ადამიანს რამდენიმე წამში მოკლავს. დიახ, სწორად გაიგე. და სინამდვილეში მსოფლიოში არის მდინარეებიც, რომლებსაც ორი განსხვავებული ფერი აქვთ, მაგრამ წყალი მაშინვე არ ერევა ერთმანეთს. ასევე არსებობს მდინარე, რომელიც იმდენად წითელია, რომ სისხლს გავს. და კიდევ არის მდინარე, რომელიც იმდენად ცხელია, რომ მასში რამე რო ჩავარდეს, რამდენიმე წამში დაიწვება. ეს მდინარე ორზოლიან გზაზე უფრო ფართოა. არის ისეთი, რომლის ფერიც ძალიან უცნაურია. არის კიდევ მდინარე. Hot for 6.24 წითელი სისხლი. ეს ნამდვილი ადგილებია, რომლებიც მეცნიერებს დღემდე სწავლობენ მათი წყლის უჩვეულო ქცევის გამო. და ერთ-ერთი პირველი მაგალითი ამისი ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ეგრეთ წოდებული წყლების შეხვედრა. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, თხოთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ეს სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი მოვლენაა. ზემოდან რო შეხედო, ეს გავს ორ გიგანტურ მდინარეს, რომლებიც გვერდ-გვერდ მიედინებიან ისე, რომ მაშინვე არ ერევიან ერთმანეთს. ერთ მხარეს ჩანს რიო ნეგროს მუქი ფერის წყალი. მეორე მხარეს კი ჩანს რიო სოლიმოისის ღია და ყავისფერი წყალი, რომელიც ამაზონის მდინარეთა სისტემის ნაწილია. გასაოცარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გვერდ-გვერდ მიედინებიან, მათ შორის ხაზი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მაინც მკაფიოდ რჩება. ისე ჩანს თითქოს წყლის შუაში უხილავი კედელია. ჩვეულებრივ სიტუაციაში, როდესაც ორი მდინარე ერთდება, მათი წყლები სწრაფად ერევა ერთმანეთს. მაგრამ აქ ეს ასე არ ხდება. ამის მიზეზი კი ჯადოსნობა კი არა, არამედ მეცნიერება. კვლევარებისა და NASA სატელიტური დაკვირვებების მიხედვით, ამ ორ მდინარეს სრულიად განსხვავებული თვისებები აქვს. რიო ნეგრო უფრო თბილია, უფრო ნელა მიედინება და მისი წყალი უფრო მჟავეა. მისი ფერი მუქია, რადგან მასში ილპება ფოთლები და მცენარეები. წვიმის ტყიდან გამომდინარე, მისი წყალი ჩაის ან ყავის ფერს გავს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუქია, გასაკვირად, ის უფრო გამჭვირვალეა ვიდრე სხვა მდინარეები, რადგან მასში ძალიან ცოტა წყალახი და ნალექია. ამასობაში რიო სოლიმოისი ანდების მთებიდან მოდის. როდესაც ის მთებიდან ჩამოდის, წყალში ბევრი ტალახი, ქვა და ნალექი ერევა. რის გამოც მისი ფერი ღია ყავისფერი ხდება. მისი წყალი უფრო ცივია და ნაკადი უფრო სწრაფია. რადგან განსხვავებულია ტემპერატურა, დინების სიჩქარე და სიმკვრივე. და ორი მდინარის ქიმიური შემადგენლობა განსხვავებულია, ამიტომ ისინი ერთმანეთს მაშინვე არ ერევიან, როგორც ზეთი და წყალი, რომლებიც ცდილობენ შეერთონ, მაგრამ მაინც არ ერთიანდებიან. ეს ფენომენი იმდენად დიდია, რომ ამბობენ კოსმოსიდანაც კი ჩანს. და როცა ისინი უფრო დიდხანს მიედინებიან, მხოლოდ მაშინ ნელ-ნელა ერევა წყალი ერთმანეთში ჰაერის, ტალღების და მდინარის დინების მორევების გამო. მაგრამ სანამ ეს მოხდება, შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ხედი მთელ პლანეტაზე. და ასეთი რამ მხოლოდ ბრაზილიაში არ არის. შვეიცარიაში კი არის კიდევ ერთი მდინარე, რომელიც თითქოს ორ განსხვავებულ ფერად არის გაყოფილი. აქ ერთმანეთს უერთდება რონი და არბის მდინარეები, ჟენევასთან ახლოს. რონი არის ტურკუზისფერი ლურჯი, რადგან მასში ალპებიდან მომდინარე სუფთა წყალია. მეორეს მხრივ არბის მდინარე კი ტალახიანია და ნაცრისფერი, რადგან მასში ბევრი ნალექია მოტანილი მყინვარებიდან და მთებიდან. როცა ეს ორი ერთმანეთს ერწყმის, მათი ფერის განსხვავება იმდენად მკვეთრია, თითქოს ფოტო დამუშავებულია. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. და როგორც ბრაზილიაში, მეცნიერული მიზეზია, რატომაც ისინი მაშინვე არ ერევიან ერთმანეთს. წყლის სიჩქარე, სიმკვრივე და შემადგენლობა განსხვავებულია. მოკლედ რო თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მდინარეა, ისინი თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროა, რომლებიც დროებით ერთად მიედინებიან. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მდინარე ფერით განსხვავდება, მსოფლიოში ასევე არსებობს მდინარეები, რომლებიც კიდევ უფრო გასაოცარია მათი საშიშროების გამო. კოლუმბიის შუაგულში არის მდინარე, რომელიც მოულოდნელად ხდება წითელი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვარდისფერი და ზოგჯერ იასამნისფერი. ეს ყველაფერი წლის დროის მიხედვით იცვლება. ეს არ არის საღებავი წყალში, არც ქიმიკატებია და მით უმეტეს არც ოპტიკური ილუზია. ამ ადგილს კანიო კრისტალესი ეწოდება. იგი ასევე ცნობილია როგორც სისარტყელას მდინარე ან ხუთი ფერის მდინარე. ის მდებარეობს სიერა დე ლა მაკარენას ეროვნულ პარკში, კოლუმბიის ერთ მიგუებულ ნაწილში, სადაც მთები, მდელოები და წვიმის ტყეები ერთმანეთს ხვდება. პირველი შეხედვით ეს ჩვეულებრივი გამჭვირვალე მდინარეა, მაგრამ როდესაც შესაფერისი სეზონი დგება, წყლის მთელი იერი უცებ იცვლება. ისე ჩანს თითქოს მდინარის ქვეშ ცისარტყელა აფეთქდა. და რაც ყველაზე საინტერესოა, სინამდვილეში წყალი კი არ არის ფერადი.
ნამდვილი მიზეზი არის ერთი უცნაური მცენარე, რომელიც მდინარის ქვეშ იზრდება. ამ მცენარეს მაკარენა კლავიგუერა ქვია. ეს არის განსაკუთრებული წყლის მცენარე, რომელიც თითქმის მხოლოდ იმ ადგილას გვხვდება, ჩვეულებრივ, მისი გარეგნობა უბრალოდ მწვანეა. მაგრამ ოდესაც წყლის დონე სწორია, მზის შუქი საკმარისია და წვიმების სეზონის შემდეგ ზუსტად სწორი დრო დგება, ის იწყებს ფერის შეცვლას. მთელი მდინარის ფსკერი ხდება მკვეთრი, წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე. რადგან მდინარის ცხალი სუფთაა, ზედაპირიდან აშკარად ჩანს ქვემოთ არსებული ფერადი მცენარეები. ამიტომ მთელი მდინარე თავად გამოიყურება ფერადად. BBC-სა და National Geographic-ის ანგარიშების მიხედვით, ფერის ცვლილება დაკავშირებულია მზის სინათლის, წყლის დონის, ტემპერატურისა და მცენარის მდგომარეობის კომბინაციასთან. როდესაც წყლის დონე ძალიან მაღალია, მცენარეზე საკმარისი სინათლე არ ეცემა. ხოლო როდესაც ძალიან მშრალია, მცენარეც ვერ ცოცხლობს კარგად. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე თვე წელიწადში ჩნდება მისი ყველაზე კაშკაშა ფერი. და ყოველ წელს მდინარის გარეგნობაც იცვლება. ზოგჯერ წითელი ფერი დომინირებს, სხვა სეზონებში კი უფრო მეტად ჩნდება მწვანე ან ყვითელი ტონები. ეს ნიშნავს, რომ თითქმის შეუძლებელია ორჯერ ზუსტად ერთნაირი სახით ნახო იგი. მაგრამ მხოლოდ მცენარე არ არის მიზეზი, რატომაც ეს ადგილი განსაკუთრებულია. თვითონ მდინარის ფსკერზე არსებული ქანი ძალიან ძველია. გეოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს გუიანას ფარის ნაწილია, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ქანის წარმონაქმნია და სავარაუდოდ 1 მილიარდ წელზე მეტია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქ დაგროვდა სხვადასხვა მინერალები, უძველესი წყლის დინებისა და ნალექების შედეგად. და წყალმცენარეების, მინერალებით მდიდარი ქანების და სწორი კლიმატის კომბინაციის გამო, ეს იდეალური გარემო გახდა მაკარენა კლავიგუერას არსებობისთვის. მოკლედ რო თქვა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეერთდეს, რომ ასეთი უნიკალური მდინარე წარმოიქმნას. და კიდევ ერთი გასაკვირი რამ არის ის, რომ ეს ადგილი თითქმის დიდხანს უცნობი იყო მსოფლიოსთვის. 20-ე საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში რეგიონი საშიში იყო კოლუმბიაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო. რეგიონში მოქმედებდნენ ამბოხებული ჯგუფები, ნარკოტრაფიკერები და სამხედრო ოპერაციები, რის გამოც ეს ადგილი მრავალი ტურისტისთვის დახურული იყო. ამიტომ ადრე ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა ამ მდინარის ნახვის შესაძლებლობა. მაგრამ 2000-იან წლებიდან, როდესაც ეს ადგილი ნელ-ნელა უფრო უსაფრთხო გახდა, და როდესაც მისი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ეს ადგილი სწრაფად იქცა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბუნებრივ საოცრებად. მაგრამ მაშინ, როცა ეს მდინარე თითქოს ბუნებამ შექმნა იმისთვის, რომ ადამიანები აღფრთოვანებულიყვნენ, ჩვენი შემდეგი მდინარე კი სრულიად საპირისპიროა. უკვე მისი ფერის ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ აქ რაღაც არასწორია. თუ არსებობს მდინარე, რომელიც სისარტყელას გავს, ფერადი მცენარეების გამო, ევროპაში არის მდინარე, რომელიც თითქოს პირდაპირ სხვა პლანეტიდან არის მოტანილი. ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის მდინარე, რომელიც წითელი და ნარინჯისფერია. თითქოს ჟანგი ან სისხლი მიედინება მასში. პირველი შეხედვისას შეიძლება იფიქრო, რომ წყალი ძალიან დაბინძურებულია, ან ქიმიური დაღვრა მოხდა. მაგრამ გასაკვირია ის, რომ ამ მდინარეს უკვე დიდი ხანია ესეთი სახე აქვს. ამას ეწოდება Rio Tinto, რაც ესპანურად ნიშნავს შებღალულ მდინარეს, ან ფერად მდინარეს. როცა ის მიედინება ანდალუსიის მთებიდან, გარშემო ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება. მაგრამ როცა მიაღწევს ნიებლას ქალაქთან ახლოს მდებარე ზოგიერთ ადგილს, წყლის ფერი უცებ იცვლება. ის ხდება მკვეთრად წითელი, მუქი, ნარინჯისფერი და ზოგჯერ თითქმის ჟანგისფერი. და ამის მიზეზი გეოლოგიის, მეტალებისა და ბაქტერიების კომბინაციაა. 1000 წლის წინ ამ რეგიონში ვულკანური აქტივობა იყო აქტიური. ამიტომ მიწის ქვეშ დარჩა ბევრი სულფიდური მინერალი და მეტალის საბადოები. დროის განმავლობაში ეს მეტალები ნელ-ნელა ერევა წყალსა და ჟანგბადს. აქედან დაიწყო მდინარის ძლიერი მჟავიანობა. წყლის ძალიან მაღალი მჟავიანობის გამო, ჩვეულებრივი მცენარეებისა და ცხოველების უმეტესობა აქ ვერ ცოცხლობს. სამეცნიერო კვლევებისა და NASA-ს ანგარიშების მიხედვით, Rio Tinto ზოგიერთი მონაკვეთის pH დონე ზოგჯერ დაახლოებით 2-მდე აღწევს. ეს მჟავიანობა თითქმის იგივეა, რაც ძმარში ან ლიმონის წვენშია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარემო ძალიან მკაცრია, აქ მაინც არსებობენ მიკროორგანიზმები და ბაქტერიები. და სწორედ აქ ხდება მდინარე კიდევ უფრო განსაკუთრებული. Rio Tinto-ში ზოგიერთი ბაქტერია გოგირდითა და ლითონის ნაერთებით იკვებება, რათა გადარჩეს. როდესაც ისინი ამას აკეთებენ, კიდევ უფრო ცვლიან წყლის ქიმიურ შემადგენლობას. ისინი ასევე წარმოქმნიან ფერიუმის რკინას, ნივთიერებას, რომელიც ჟანგს გავს. და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არის მდინარე წითელი ფერის. მარტივად რო ვთქვათ, მისი ფერის მიზეზი საღებავი არ არის. ჟანგი და მიკროსკოპული ორგანიზმები აძლევენ წყალს წითელ ფერს. ამბობენ, რომ მდინარის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სამთო მოპოვება. არქეოლოგების თქმით, ამ რეგიონში სპილენძისა და სხვა მინერალების მოპოვება რამდენიმე 1000 წელია მიმდინარეობს.
კუპრისა და ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადამიანები ამ ადგილს იყენებდნენ მიწის ქვეშეთიდან ლითონების მოსაპოვებლად. და რაც უფრო მეტი მიწა ითხრება, მით უფრო მეტი სულფიდური მინერალი ექვემდებარება წყალსა და ჰაერს. ამიტომ მდინარის მჟავიანობა კიდევ უფრო იზრდება. მაგრამ მის უჩვეულო გარეგნობასთან ერთად კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მეცნიერები ამით ინტერესდებიან. და ზოგი ასტრობიოლოგისა და კვლევის მიხედვით, რიო ტინტოს ქიმია გარკვეულწილად გავს მარსის ზედაპირის ზოგიერთ ნაწილს. განსაკუთრებით ინტერესდებიან მკვლევარები მინერალით, რომელსაც ხაროციტი ეწოდება. რკინით მდიდარი მინერალი, რომელიც როგორც რიო ტინტოში, ასევე მარსზეც გვხვდება. ამიტომ მეცნიერები ზოგჯერ ამ ადგილს იყენებენ როგორც სატესტო პოლიგონს. რათა შეისწავლონ, როგორი ტიპის სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს სხვა პლანეტების უკიდურეს გარემოში. მოკლედ რო თქვათ, ეს მდინარე ესპანეთში ასევე ეხმარება კვლევაში. შესაძლებელია თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე ყოფილიყო, თუნდაც მხოლოდ მიკროორგანიზმების დონეზე. მაგრამ რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ეს წითელი მდინარე, არსებობს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ფერის წყალიც. მადლენ ჩვენ შემდეგ ადგილას არ მხოლოდ მდინარეა სისხლისფერი. ფითქოს თვითონ მყინვარის სისხლს ასხამს ყინულიდან. ანტარქტიდის თეთრი გარემოს შუაგულში არის ჩანჩქერი, რომელიც ჰორორის ფილმის სცენას გავს. შორიდან ეს გავს ჭყილობას, რომელიც ყინულზე გაიხსნა. სქელი წითელი სითხე გამუდმებით გამოდის ტეილორის მყინვარიდან. მას სისხლის ჩანჩქერი ეწოდა. სხლის ჩანჩქერი ეწოდება. როცა მკვლევარმა თომას გრიფით ტეილორმა პირველად დაინახა ეს 1911 წელს, ბევრმა იფიქრა, რომ მისი წითელი ფერის მიზეზი შეიძლება წყალმცენარეები ყოფილიყო. მაგრამ 10 წლების გასვლის შემდეგაც კი მეცნიერები მაინც ბოლომდე დარწმუნებულები არიან, საიდან მოდის ეს წითელი წყალი. და კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ეს ანტარქტიდაშია ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას დედამიწაზე. ამიტომ ბევრს უჩნდება კითხვა, როგორ ჩნდება დინამიკურად მოძრავი წყალი ისეთ ადგილას, სადაც თითქმის ყველაფერი ყინულია. შემდეგში მკვლევრებმა გამოიყენეს უფრო თანამედროვე გამოსახულების ტექნოლოგია მყინვარის ქვეშ ჩასახედად და სწორედ იქ აღმოაჩინეს ნამდვილი საიდუმლო. სქელი ყინულის ქვეშ დამალულია ტბა და სუბგლაციალური მდინარეების ქსელი. ეს ნიშნავს, რომ მყინვარის ქვეშ თავად მიედინება მდინარეები, მაგრამ მათში ჩვეულებრივი წყალი კი არა, არამედ ძალიან მარილიანი ბრაინია, რომელსაც მაღალი რკინის შემცველობა აქვს. როდესაც წყალი მყინვარის ძლიერი წნევის ქვეშ იჭედება, სითხე იძულებულია პატარა ბზარებიდან გამოაღწიოს ყინულის ზედაპირზე. და როცა ის გამოდის და ჰაერში ჟანგბადს ერწყმის, რკინა წყალში რეაქციაში შედის. როგორც ჟანგდება რკინა. სწორედ აქედან მოდის Blood Falls-ის მკვეთრი წითელი ფერი. აიო, ერთი მიზეზი, რატომაც მისი წყალი მაშინვე არ ეკინება. იმის გამო, რომ ბრაინი ძალიან მარილიანია, მისი გაყინვის წერტილი უფრო დაბალია ვიდრე ჩვეულებრივი წყლის. მარტივი ახსნით, მას უფრო უჭირს ყინულად გადაქცევა, თუნდაც გარემო ძალიან ცივი იყოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაშია წყლის ნაკადი მყინვარნიდან მაინც გრძელდება. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მაგალითია თხევადი წყლის ნაკადის დედამიწის უკიდურესად ცივ ადგილას. და რაც უფრო მეტად იკვლევენ მეცნიერები სისხლის ჩანჩქერს, მით უკეთესად ესმით თუ როგორ შეუძლია წყალსა და მიკროორგანიზმებს გადარჩენა პლანეტის ყველაზე ექსტრემალურ გარემოში. სოფლიოს მდინარეების უმეტესობაში შეგიძლია იცურაო, თევზი დაიჭირო ან წყალი აიღო. მაგრამ პერუში, ამაზონის ტროპიკულ ტყეში, არის ერთი მდინარე, რომელიც რამდენიმე წამში შეიძლება მოკლას. ეს არ არის ზვიგენის ან ნიანგის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი წყალი პირდაპირ დუხს. პირველ შეხედვაზე ეს თითქოს ჩვეულებრივი ნაწილია ტროპიკული ტყისა. სქელი ტყე, ქმაურიანი ფრინველები და სქელი ორთქლი, რომელიც ხეებიდან ამოდის. მაგრამ როცა უახლოვდები, ამჩნევ, რომ ჰაერის სიცხე არ არის ნორმალური. და როცა თავად მდინარეს მივახლოვდები, მაშინ მიხვდები, რატომ მიიჩნევდნენ მას ადგილობრივები დიდი ხნის განმავლობაში ლეგენდად. მას ჩანაი ტიმპიშკა ქვია, ან როგორც უფრო ცნობილია, მდუღარე მდინარე. მრავალი წლის განმავლობაში ეს მხოლოდ ამბავი იყო პერუში მცხოვრები ადამიანებისთვის. ზოგი ამბობდა, რომ დუნგლებში არის მდინარე, რომელსაც შეუძლია ცხოველი მოხარშოს, თუ ის წყალში ჩავარდება. სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ამის უკან ზებუნებრივი მიზეზი ან სულის ძალაა. მაგრამ პატარა ანდრეს რუზოსთვის ეს ლეგენდა ნამდვილ ობსესიად იქცა. როცა იზრდებოდა, უნდა გაეგო, მართლა არსებობდა თუ არა მდუღარე მდინარე. და 2011 წელს ის გეომეცნიერი გახდა და დაიწყო ამ ადგილის ძებნა სამეცნიერო კვლევისა და თერმული კარტოგრაფირების გამოყენებით. იქ მისვლა ადვილი არ ყოფილა. მისი დოკუმენტაციის მიხედვით National Geographic-ში მათ რამდენიმე საათი მოუწიათ მგზავრობა პუკალპას ქალაქიდან, შემდეგ მოტორიზებულ კანოეში ჩასვლა მდინარეზე და დიდხანს ფეხით სიარულის სქელწვიმიან ტყეში, სანამ ადგილამდე მიაღწევდნენ. და როცა ეს ნახა, დაადასტურა, რომ ეს ამბავი გამოგონილი არ იყო. წვიმიან ტყეში მართლაც არსებობს მდინარე, რომელიც ძალიან ცხელია.
ზოგიერთ ნაწილში წყლის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 85 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ეს იმდენად ცხელია, რომ ადამიანს სერიოზულ დამწრობას მიაყენებს. ამბობენ, რომ ზოგიერთი ცხოველი მაშინვე კვდება, თუ ამ ძალიან ცხელ წყალში ჩავარდება. და რაც ყველაზე გასაკვირია, მის ახლოს არც ერთი აქტიური ვულკანი არ არის. ჩვეულებრივ ძალიან ცხელი წყალი დაკავშირებულია გეოთერმულ აქტივობასთან, ვულკანურ ზონებთან ახლოს. მაგრამ დუღარე მდინარე ასობით კილომეტრითაა დაშორებული უახლოეს აქტიურ ვულკანთან. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებისთვის გამოცანად რჩებოდა, საიდან მოდის მისი სითბო. შემდეგში მკვლევარებმა უფრო დეტალურად შეისწავლეს მდინარის გარშემო მიწისქვეშა ფენები და სწორედ იქ აღმოაჩინეს ნამდვილი მიზეზი. გეოლოგიური კვლევების მიხედვით ამ ადგილის ქვეშ ღრმა ბზარები და რღვევის ხაზებია. წვიმის წყალი და მიწისქვეშა წყლები ნელ-ნელა ჩადის დედამიწის ქვეშ. რაც უფრო ღრმად ჩადის, მით უფრო ცხელდება. პლანეტის შიგნიდან მომდინარე ბუნებრივი სიცხის გამო. შემდეგ ზედმეტად დახურებული წყალი იძულებულია ისევ ამოვიდეს ზედაპირზე მიწაში არსებული ბზარების საშუალებით. და რადგან ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, ამაზონის ჯუნგლების შუაგულში წარმოიქმნება ძალიან ცხელი მდინარე. მარტივი ახსნით, მიწის ქვეშ თითქოს გიგანტური ბუნებრივი ჩაიდანი მუშაობს. და ანდრეს რუზოს თქმით, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თერმული მდინარე მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული აქტიურ ვულკანთან, მაგრამ მის სითბოს გარდა ეს მდინარე ასევე მნიშვნელოვანია ამ ადგილის ადგილობრივი მოსახლეობის კულტურისთვის. მრავალი თაობის განმავლობაში ისინი მას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ, რომელიც მათი სულიერი ტრადიციების ნაწილია. ამიტომ მათთვის ეს უბრალოდ უჩვეულო მდინარე არ არის. ეს არის ადგილი, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. და მაშინ, როცა არსებობს მდინარე, რომელსაც წყლის ადუღება შეუძლია, აზიაში არის კიდევ ერთი მდინარე, რომელიც ისეთ რამეს აკეთებს, რისი წარმოდგენაც თითქმის შეუძლებელი. კამბოჯაში არის მდინარე, რომელიც უბრალოდ კი არ მიედინება. ის წელიწადში ორჯერ იცვლის მიმართულებას. ჩვეულებრივ სიტუაციაში მდინარის დინება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, მთიდან ზღვისკენ. მაგრამ ტონლე საპის მდინარე კამბოჯაში გამორჩეულია. ნახევარი წლის განმავლობაში მისი დინება ერთ მიმართულებას მიყვება. შემდეგ კი უცებ ის აბრუნებს მიმართულებას. დიახ, წყლის დინება პირდაპირ იცვლება. ის მდებარეობს კამბოჯის დედაქალაქ ფნომ-პენთან ახლოს, სადაც ტონლე საპის მდინარე და უზარმაზარი მეკონგის მდინარე ერთდება. ეს მდინარე მილიონობით ადამიანის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. აქედან მოდის რეგიონის თევზისა და საარსებო წყაროების დიდი ნაწილი. მაგრამ ყველაზე უნიკალურია მისი წყლის უცნაური ქცევა წვიმიან და მშრალ სეზონებში. როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაისიდან ოქტომბრამდე მუსონების სეზონი იწყება, მეკონგის მდინარეში წყლის მოცულობა ძლიერ წვიმების გამო მნიშვნელოვნად იზრდება. მეკონგის ძლიერი დინების გამო ის აიძულებს ტონლე საპის მდინარეს შეცვალოს თავისი მიმართულება. ამის ნაცვლად წყალი უკან მიედინება ტონლე საპის ტბისკენ. ამის გამო ტბა მნიშვნელოვნად იზრდება. ანგარიშებისა და გარემოს კვლევების მიხედვით, წვიმიან სეზონზე ტბის ზომა რამდენჯერმე შეიძლება გაიზარდოს. მაგრამ მშრალი სეზონის დროს, როდესაც მეკონგის მდინარე სუსტდება, ტონლე საპის ნაკადი ისევ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება და ისევ ტოვებს ტბას. მოკლედ რო ვთქვათ, კამბოჯის წყლის სისტემა თითქოს სუნთქავს. წვიმიან სეზონზე იზრდება და იზრდება, შემდეგ კი ნელ-ნელა მცირდება მშრება მშრალი სეზონის დროს. და ამ უნიკალური ციკლის გამო ტონლე საპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მტკნარი წყლის ეკოსისტემად იქცა. ყველა მდინარეს შორის რაც კი გვინახავს, ეს ალბათ ყველაზე განსხვავებულია. არა მისი ფერის გამო, არც მისი სითბოს გამო, არამედ მისი უჩვეულო ბუნების გამო. ახალზელანდიაში არის ერთი მდინარე, რომელსაც ოფიციალურად კანონის წინაშე ადამიანივით მიიჩნიეს. დიახ, პირდაპირ მნიშვნელობით. ამ მდინარეს აქვს იურიდიული უფლებები როგორც ადამიანს ან კომპანიას. ეს არის ვანგანუის მდინარე. ის ახალზელანდიაში სიგრძით მესამეა და 4 შაბათიდან ის იურიდიულ პირად ითვლება. ამას ვანგანუის მდინარე ეწოდება. ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარეა ახალზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. ის მიედინება მთებიდან ტასმანის ზღვამდე და დიდი ხანია ადგილობრივი მაორი თემებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ მაორი ხალხისთვის ვანგანუი უბრალოდ მდინარე არ არის. მათთვის ის მათი კულტურისა და წინაპრების ცოცხალი ნაწილია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისინი თვლიან, რომ მათი არსი თავად მდინარესთან არის დაკავშირებული. მათთვის ის ოჯახის წევრივითა. და სწორედ ამიტომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ მდინარე ეცნოთ და დეცნოთ და დაეცვათ. არა მხოლოდ როგორც ბუნებრივი რესურსი, არამედ როგორც ცოცხალი არსება. 2017 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო ტე ავა ტუპუას აქტი.
ამ კანონის მიხედვით უანგანუის მდინარეს ოფიციალურად მიენიჭა იურიდიული პირის სტატუსი. მარტივად რო ვთქვათ, კანონი აღიარებს, რომ მდინარეს აქვს საკუთარი იურიდიული იდენტობა. ეს ნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლობა შესაძლებელია სასამართლოში. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იურიდიულად დაიცავენ მდინარის ინტერესებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდინარე რეალურად ადამიანია, მაგრამ კონცეფცია ასეთია. კანონი თითქოს ამბობს, რომ მდინარე უნდა იქნეს მოფრობილი, როგორც არსება, რომელსაც აქვს საკუთარი უფლებები და დაცვა. ზოგიერთი იურიდიული ექსპერტისა და გარემოსდაცვითი მეცნიერის თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ უკეთ დავიცვათ ბუნება დაბინძურების, გადამეტებული გამოყენებისა და გარემოს განადგურებისგან. რადგან თუ მდინარეს აქვს იურიდიული უფლებები, უფრო ადვილია გაასაჩიურო ან სასამართლოში უჩივლო იმ ქმედებებს, რომლებიც მას აზიანებს. და ასეთი ნაბიჯი მხოლოდ ახალ ზელანდიამ არ გადადგა. რამდენიმე ქვეყანამაც სცადა მდინარეებისა და ბუნებრივი ტერიტორიებისთვის იურიდიული დაცვის მინიჭება. მას შემდეგ, რაც ვანგანუის მდინარის საქმე პოპულარული გახდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იდეა კარგად ჟღერს, სიტუაცია მაინც გართულდა. რადგან რა მოხდება თუ უკვე არსებობს პროექტები, რომლებიც მდინარიდან წყალს იყენებენ, ერთ-ერთი საკითხი აქ არის ჰიდროენერგეტიკა და წყლის გამოყენება ახალ ზელანდიაში. მდინარეის წყლის ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. და მიუხედავად იმისა, რომ მდინარეს უკვე აქვს იურიდიული პირის სტატუსი, ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი ნებართვები და კანონები. ამიტომ გაჩნდა დაძაბულობა გარემოს დაცვის, ძირძველი მოსახლეობის რწმენებსა და პრაქტიკულ საჭიროებებს შორის, როგორიცაა ენერგია და ბიზნესი. მოკლედ რო თქვათ, ყველა პრობლემა ავტომატურად არ ქრება მხოლოდ ახალი კანონის მიღებით, მაგრამ ბევრი გარემოსდაცვითი ჯგუფისთვის ეს მაინც მნიშვნელოვანი სიმბოლოა. რადგან ეს აჩვენებს, რომ ბუნებას შეიძლება შევხედოთ არა მხოლოდ როგორც ადამიანს გამოსაყენებელ რესურსს, არამედ როგორც რამეს, რაც ასევე უნდა დავიცვათ და პატივიცეთ. და მაშინ, როცა ერთი მდინარე სამართლებრივ პირად იქნა აღიარებული, ანტარქტიდაზე არის კიდევ ერთი მდინარე, რომლის არსებობის დაჯერებაც თითქმის შეუძლებელი. რადგან ის მხოლოდ ყინულის ქვეშ არ არის დამალული. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მიწისქვეშა მდინარეა, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს გაყინულ კონტინენტზე. ბოლო წლებში ანტარქტიდის ქვეშ აღმოაჩინეს უზარმაზარი სუბგლაციალური მდინარის სისტემა. ეს ნიშნავს, რომ სქელი ყინულის ფენის ქვეშ პირდაპირ მიედინება მდინარეები. და რაც უფრო გასაოცარია, აღმოჩენილ მდინარეებს შორის ერთ-ერთი 100 კილომეტრზე გრძელდება. ამბობენ, რომ ის უფრო გრძელია ვიდრე ტემზა გაერთიანებულ სამეფოში. ეს მდინარე ზედაპირზე არ ჩანს. არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ყინულის ქვეშ მდინარე მიედინება. მაგრამ კომპიუტერული მოდელების, სატელიტური მონაცემებისა და რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებმა ნელ-ნელ აღმოაჩინეს წყლის ქსელი, რომელიც ანტარქტიდის ქვეშ მოძრაობს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევართა თქმით, ეს მდინარეები მნიშვნელოვანია ზედაპირზე ყინულის მოძრაობისთვის. მარტივი ახსნით, ყინულის ფენის ქვეშ არსებული წყალი, როგორც ლუბრიკანტი, ისე მოქმედებს. როდესაც წყლის წნევა მაღალია, ზედა უზარმაზარი ყინულის მასა უფრო სწრაფად სრიალებს და მოძრაობს. და როდესაც ეს წყალი ოკეანეში გადის, მას ასევე შეუძლია დააჩქაროს ყინულის შელფების დნობა ქვემოდან. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის მატების შესასწავლად. რადგან ანტარქტიდაზე მიწისქვეშა წყლის ნაკადში მცირე ცვლილებაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს უზარმაზარი ყინულის ფენების სტაბილურობაზე. და თუ ყინული უფრო სწრაფად დადნება, შესაძლებელია ზღვის დონე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაიზარდოს. ამიტომ მეცნიერებისთვის ეს დამალული მდინარეები უბრალოდ აღმოჩენა არ არის. ეს ასევე მნიშვნელოვანი გასაღებია იმის გასაგებად, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი პლანეტა მომდევნო 10 წლეულებში. და ალბათ ეს არის ყველაზე საინტერესო რამ დედამიწის მდინარეების შესახებ. ჩვენ გვეგონა, რომ ეს უბრალოდ წყალია, რომელიც მთიდან ზღვამდე მიედინება. მაგრამ ყოველი მდინარის უკან დგას გეოლოგიის, კლიმატის, ბიოლოგიის, კულტურის და ზოგჯერ ისეთი საიდუმლოებების ისტორიები, რომლებიც მეცნიერებას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის. არის მდინარე, რომელიც ცისარტყელას გავს. არის მდინარე, რომელიც სისხლისფერია. არის მდინარე, რომელიც დუხს. არის მდინარე, რომლის დინებაც უკუღმა მიდის. და ასევე არის მდინარეები, რომლებიც კილომეტრობით ყინულის ქვეშ იმალება. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიც ვიცით დედამიწის შესახებ, პლანეტის უამრავი ნაწილი ჯერ კიდევ შეუძლია გაგვაკვირვოს.